მე გვახსენებს ჩვენ, რომელმან ანუ ქრისტემ თავი როგორია ქრისტე, თავითვისი დაიმსახურა და ხატიმონისა მიიღო, ღმერთზეა საუბარი, ხატიმონისა, ანუ ჩვენერი გახდა და მსგავს კაცთა იქმნა და ხატით აიპოვა ვითარცა კაცი. ანუ როგორც ადამიანი ისეთი გახდა, მოკლედ. აი ეს არის. ანუ იმგვარად დაიმსახურა თავი. და ეს სხვათა შორის არის როცა თქვა სხვა რელიგიის, მონოთეისტური რელიგიის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, რომ როგორ შეიძლება რომ ღმერთი ადამიანი გახდეს და რატო არ შეიძლება? რატო არ შეიძლება? რა ძალა არ ეყოფა ამისი, ყოვლის შემძლე არ არის, თუ სიყვარულს უწუნებს ვინმე ღმერთს, თავგანწირვას. ყოვლის შემძლე ხო არის და სიყვარულიც რომ არის და მე რო უყვარ ვარ უპირობოდ და ჩემი გადარჩენისათვის რა არ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? რატომ არ შეიძლებოდა? რატომ არ შეიძლებოდა ღმერთი, რომელიც ყოვლის შემძლეობასთან ერთად არის სიყვარულიც? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. ჩვენთვის ძალიან ლოგიკურია ღმერთის განკაცება, იმიტომ რომ გწამს, რომ ღმერთი არის სიყვარული.